წონიარისის დანდალოს და ცხმორისის მცხოვრებლები კი ყინვის შედეგად აპრილში დაზიანებული ვენახების კომპენსაციას დღემდე ელოდებიან. მოსახლეობას აინტერესებს სხვა სოფლებისგან განსხვავებით, რატომ არ მივიდა მათთან ზარალის შემსწავლელი კომისია. ადგილობრივებს საკუთარი ვერსიაც აქვთ, რასაც გამგებელი არ ეთანხმება. აპრილის თვეში მოვიდა ყინვა, გაანადგურა ვენახი ამ მტევანი ესაა. პანტაპუნდად მოსმული ასეთებით. ეს ზვრები ცხმორისში მცხოვრებ მოედინ ძნელაძეს ეკუთვნის. მე ვენახი ამბობს, რომ აპრილში ყინვა მას და მის მეზობლებს ყურძნის მოსავალი მთლიანად გაუნადგურა. გასულ წელს ვიკრებთი 3 ტონას წელს არაფერი არ მომიკრეფია. სოლიკავი ყველა. ესენი დაყინულია ყველა. წონიარისის დანდალოს და ცხმორისის თემის მცხოვრებლები აცხადებენ, რომ ზარალის მიუხედავად მათ კომპენსაციები ამ დრომდე არ მეუღიათ. მათივე თქმით, ამოუთელოდებიან ზარალის შემსწავლელი კომისიის წევრებსაც. 3 ტონა ყურძენს ვკრებთი. ერთი მარცვალი არ მომიკრეფია. ჩხავერს ვკრებთი ტონა დის. ერთი მარცვალი არ დაგვიკრეფია, კაცის შვილი არ მოსულა. იმ დროს, როცა ვენახი მოგვიყინა, ტელევიზია მოვიდა აჭარისა. გადაიღეს ამბავი და მეორე დღეს თავკაცმა მოარდა, რატომ მოიყვეთ უჩვენოთ, რა შუას მე ტელევიზია სიმართლეს ვლაპარაკობთ და რატომ დათქვას კაცმა, რატომ მოიყვე. მოსახლეობის თქმით, ზარალი უკვე აუნაზღაურდა ქედის სხვა სოფლებში მცხოვრებლებს. ადგილობრივები ირწმუნებიან, რომ იმ თემებში, სადაც ქედის გამგებელმა დავით თუმბაძემ თვითმმართველობის არჩევნებში ხმების დიდი რაოდენობა ვერ მიიღო, კომპენსაცია არ გაიცა. სადაც ქართულმა ოცნებამ ქართული ოცნების კანდიდატმა დათო დუმბაძემ დღევანდელმა მოქმედმა რაიონის გამგებელმა არჩევნები მოიგო, ის მოსახლეობა დააფასა და აუნაზღაურა კიდევაც ხეხილზე და ვენახზე და საერთოდ ნებისმიერ ბოსტნეულზე მისვლამდე, გამიგე? და წონიარის, ზვარეში, ცხმორის დანდალოში არჩევნები ვერ მოიგო. შესაბამისად ამ მოსახლეობასაც პატივს ასცემს. მოსახლეობის ბრალდებებს უარყოფს მუნიციპალიტეტის გამგებელი და ამბობს, რომ ზარალის დამცველ კომისიას მისი მოადგილე გურამ ლომინაძე ხელმძღვანელობდა. თავად კი არჩევნებში მონაწილეობის გამო გამგებლის თანამდებობას არ ეკავებდა. აბსოლუტურად შეუსაბამოა ეს ბრალდება დავით თუმბაძესთან მიმართებაში იმდენად, რამდენადაც იმ დროისათვის დავით თუმბაძე არც გამგებლის მოვალეობას ასრულებდა და არც იყო გამგებელი. გაზაფხულის მოსული ნალექის დროს განვითარებული ყინვის დროს მიყენებული ზარალის ანაზღაურებას არც მუნიციპალიტეტის და არც სახელმწიფო არც ესეთი პროგრამა არ ითვალისწინებდა. და მოთხოვნა, რომელსაც აყენებს დანდალოს, გოგიაშვილებს და კოკოტაურის მოსახლეობა, ვფიქრობ, არაკანონიერია. წონიარისის, ცხმორისის და დანდალოს თემის მოსახლეობა საკითხის მოუგვარებლობის შემთხვევაში პერმანენტული აქციების გამართვას და ცენტრალური მაგისტრალის გადაკეტვას გეგმავს.